ფასების საპარლამენტო კომისიამ დაამთავრა მუშაობა და უკვე ნათელია თუ რა მიზნით შეიქმნა იგი. ამ კომისიის შექმნის მთავარი მიზანი იყო გაემართლებინათ საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი, ანუ საქართველოს ხელისუფლება და ამავე დროს მათთან შეკრული ბიზნესი, რომ თურმე ფასების ზრდაში მათ არ მიუძღვით არავითარი როლი. თურმე დამნაშავე აი ასეთი მდგომარეობისა ყოფილა რაღაც მიწოდების ჯაჭვში ხარჯების ზრდა. არავითარი ფასნამატი, არავითარი ზედმეტი მოგება, რომ საკუთარი კლანური ბიზნესის კრიტიკა რომ დაიწყეს, მათ შორის ნავთობი იმპორტიორების, რომლებიც მართლაც ერთმანეთში არიან გარიგებული და ყოველ ასე ვთქვათ წუთას შანს არ უშვებენ ხელიდან რომ ფასები არ გაზარდონ. თურმე ესენი ყოფილან უდანაშაულო ხალხი ლამის ბოდის უხდიან თავდაპირველად რომ დიდი ასე ვთქვათ საყედურებით დაიწყეს, რომ მათ მეტი მოგება აქვს თურმე, მათ შორის სადისტრიბუციო ქსელებს, სავაჭრო ქსელებს თუ აფთიაქებს თუ სხვა ასე ვთქვათ სფეროს წარმომადგენლებს. არავითარი ზედმეტი მოგება არ აქვს, ზედმეტი ხარჯები ქონია რაღაც მიწოდების ჯაჭვებშიო და ამას ჩვენ გავასწორებთო. ვინ გაასწორებს თუ ხელისუფლებაო. მთავრობა რეგიონებში შექმნის საქონლის მიწოდების ცენტრებსო. ანუ მთავრობა იყიდის პროდუქციას, რამდენი 1000 დასახელების პროდუქციას და შემდეგ მთავრობა მე მას გაყიდის ქსელში. აბსურდია ეს. აი ეს იყო მთავარი დასკვნა, რომ აი ამ მიწოდების ჯაჭვის ხარჯს მთავრობა გამოასწორებს. და მე კონტროლს დააწესებს და საკონტროლო ორგანო შეიქმნება. მაგრამ მილიონებს რაში იღებს ანტიმონოპოლიური სამსახური. ანტიმონოპოლიური სამსახურის ჩანაცვლება ხდება ახალი ადმინისტრაციული სტრუქტურით? არაფერი არ მოხდება. ეს ყველაფერი რაც აქ ითქვა, რაღაც უაზრო დოკუმენტი დაიდო, რომელიც დაავიწყდება ორთვეში ყველას. ოღონ არავის დაავიწყდება ის, რომ ქვეყანაში იზრდებოდა და კვლავ იზრდება ფასები. და ამაში არის დამნაშავე მთავრობა. მთავრობისა და მასთან შეკრული ბიზნესის გამამართლებელი კომისიის დღეს არავის ჯერა. ვინაიდან კომისია, რომელიც არ ამბობს მთავარ მიზეზს და ფასების ზრდაში ყოველთვის დამნაშავე არის ხელისუფლება, რომელიც ბეჭდავს ფულს და ეს დაბეჭდილი ფული მოქალაქეების ჯიბეში კი არ მიდის, ეს ფული ბობოლა ბიზნესისა და ქართული ოსნების კლანის, ასე ვთქვათ, საოჯახო არხებში გადაედინება და ის რომ მათივე ბიზნესი, რომელიც მუდამ ხარს უჭერს და არჩევნებში იქნება თუ ფინანსურად, პარტიულად თუ სხვა კუთხით და ბოლოს და ბოლოს ისინი არიან ამ ბიზნესების მეპატრონეები და პარლამენტშიც ისინი შეხედან. და ეს ბიზნესი საკუთარ თავს დატვირთავდა, ან რაიმე შეზღუდვებს დაუწესებდა. გამოვიდნენ გამარჯვებულები ახლა, აი ეს სახელმწიფო ბიზნესმენები. ბოდიშის მოხდასაც კი მოითხოვენ სულ მალე იმისათვის, რომ 3 თუ 4 თვის წინ რაღაც ფასნამატები და ზედმეტი მოგება და ხალხისათვის ჯიბიდან ფულის ამოცვლა დააბრალეს. არა, ამ დოკუმენტმა ფაქტობრივად ყველა გაამართლა. მთავრობა დამნაშავე არ არის, ეროვნული ბანკი დამნაშავე არ არის, ბიზნესი დამნაშავე არ არის, ფასები რატომ იზრდება? ფასები იმიტომ იზრდება, რომ რაღაცა ჯაჭვში რაღაცა მოუწესრიგებლობაა და ამას მოაწესრიგებს მთავრობა, ასე მოუნდა. მისი მოწესრიგება აგერ როზის ციხეში მადურო იმის წინამორბედს უგო ჩავეს და ზუსტად მასე გადაწყვიტა სახელმწიფო სადისტრიბუციო ქსელის შექმნა და ერთ წელიწადში მიიღო ჰიპერინფლაცია და მე ახლა სად არის ეს კაცი ვიცით. აგერ საიქიოს დიდ საკონცერტო დარბაზში ზის პირველ რიგში კობზონის კონცერტზე. ყველამ ვინც მსგავსი მეთოდებით ფასების სტაბილიზაცია მოენდომა დაამთავრა ცუდად. მაგრამ ესენი ამასაც არ გააკეთებენ. ძალიან კარგად იციან სხვისი გამოცდილება. უნდათ პროპაგანდისტული კამპანიის აგორება და ეს კამპანია ბუმერანგივით უკან შემოუბრუნდათ. დღეს ყველამ კარგად იცის ერთი რამ. ხელისუფლება დამნაშავე ფასების ზრდაში, ფასების ზრდის პროდუქტს ხელისუფლების კლანი ითვისებს და არასდროს ქვეყანაში არც ეკონომიკური კეთილდღეობა და არც ფასების სტაბილიზაცია არ იქნება, სანამ იქნება მსგავსი არაპატრიოტული ხელისუფლება.